თქვენი მაქსიმალიტი არის ირაკლი თავლენიშვილი რომ რაიმე კავშირში არის სულები ამ ხელა კაცი ხარ სირცხვილი მაქსიმალიტი არის ადამიანს ჩემთვის გასხოვებით აქციის დარბევით გისურვებ რომ ცოტა დაიმსგავსო პოლიტიკა მანამდე არ გადავიდეთ მოდი ეს არის ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო და სანამ ეს ხალხი იქნება ამ ქუჩაში ამ პოლიტიკაში მანამდე ქვეყანას არ ეშველება ეხლა ერთმანეთსკენ იშვერენ ხელებს და გეგმა არავინ არ ვიცოდითო თქვენს ადგილზე იმ 38 ადამიანს რომელიც ამ წუთისთვის არის დაკავებული ბოდიშს მოუხდიდით 4 დღეა იძახი ტელევიზიიდან მე არ ვიცოდიო რა გეგმა იყო ყოველდღიურად ადამიანებს ტელევიზიიდან მოუწოდებდით აქციაზე მოდითო შენ რო გაიგონე სცენიდან რომ მოუწოდებდე რომ წამოდით სასახლისკენ შევიდეთო ერთი მაინც გამოგერთმია მიკროფონი და იმ ხალხისთვის ვინც იქ თუნდაც შენ დაძახილზე იყო იმ ხალხისთვის გეთქვა რომ არა მეგობრებო ეს არ არის მშვიდობიანი და ვერ იქნება ეს მშვიდობიანი შეიძლება ტელევიზიაში ხა უსმენენ შენ გამოსვლებს და ერთი ადამიანის თუ არის ციხეში რომელიც შენი გამოსვლის გამო მოვიდა იმ აქციაზე აი შენს ადგილას მე ამ ადამიანებს ბოდის მოუხდიდი იმიტომ რომ შენი ძახი რომ გეგმის შესახებ მე არ ვიცოდიო თუ ეგრე არ გენდობოდნენ კაცო გეგმა თუ არ იცოდი თუ კითხვა შენთვის არ დაუშლამდა თუ არაფერი ხო მაშინ რატო იდებ ამ ხელაზე თავს და ჩვენ გქონდაო ინფორმაციაო რაღაცო 200,000 ლარს თავაზობდით პოლიციელებს და 200,000 ლარს თავაზობდით იმას რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღეს უფასო ადვოკატებს ვეღარ შეუვლობენ ამ აქტივისტებისთვის. კეთილი ინებეთ და ის 200,000 ლარი მაინც მიეცით ახლა იმ საცოდავ ხალხს 38 ადამიანს რომელიც სოციალური პრობლემების გამო ციხეში გაუშვით თქვენი დაუდევრობის გამო. თქვენი დაუდევრობის გამო, ხო? თქვენი უპასუხისმგებლობის გამო რაღაცა მშვიდობიანი დამხობა დაგეგმეთ, რომლის შესახებაც აღმოჩნდა რომ ინფორმაცია არავის არ ქონდათ, 99 პოლიტიკოსი და ერთი მომღერალი გეგმავდა ამას, არ გამოვიდა ეს დამხობა და ეხლა ეს 99 პოლიტიკოსი ამ ერთ მომღერალს აბრალებს ყველას, ხო? სოლიდარობა არ გამოგიხატავს და თქვენი ორი პარტია ერთმანეთს აბრალებს ამ ჩავარდნას. მურთა ზოდელავა არის თქვენი პარტიის დამფუძნებელი. მურთა ზოდელავას მიმართ მაინც გამოხატეთ ისა რა ქვია და სოლიდარობა. 1 საათის განმავლობაში პირველი დავასრულებ. 1 საათის განმავლობაში ლაივში გადიოდა როგორ იდგნენ მარტო თქვენი პარტიის ლიდერი. ამას სხვათა შორის ირაკლი ნადირაძე დღეს გამოეხმაურა ციხიდან და მადლობა უთხრა ყველას უნდა კონდეს თქვენი თქვენ ერთმანეთს არ დაუდექით გვერდში. ხშირო იწყებდით და ამთავრებდით, აი ამ ხალხს გაეცით ახლა პასუხი. მე პასუხი და რო გამოგვიჯეთ თბილისში, მაშინ თბილისში გამოგვიჯეთ ძალიან დიდი გაცილებით ნაკლებზიანი. ეს ხალხი მზად იყო თავისუფლება შეეწირა და ვინმე კი არ ვთქვი შენ რომ შეეწირათ მე რას გარბო. მზად იყო რომ შეეწირათ მე არავინ არ მიუტოვებია. არავინ არ მიუტოვებია. მე შენ გაგახვევით თქვენ ებრძვით ხალხს დაკავშირებით იყო არ ვაჭერდი ეს არის ბრძოლა. ამ ბრძოლაში არ გვეშინი ეს დაგვიჭირო კიდევ. არავის ბოდიშს მოხდას არ ვაფერებთ. ვის უნდა მოუხადო ბოდიშ? შენზე მეტად რომ მზად არიან და შენზე მეტად რო არიან მზად რომ ამ ქვეყნისთვის თავი გაწერო. შენზე მეტად რომ მზად არიან ეგ დავა. ხო, რატო?